НАТО сыграла свою роль, когда ნატომ თავისი როლი ითამაშა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, სადაც მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გამხდარიყვნენ. არ მინდა შეურაცხყოფელი სიტყვები გამოვიყენო სააკაშვილის მიმართ. ის ემოციებს აყვა და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ინდულგენცია იყო. გამოჩნდა კონდოლიზა რაისი და სააკაშვილმაც გასცა ბრძანება დაებომბა ცხინვალი და მშვიდობის მყოფელების პოზიცია. უკრაინელებს ბუქარესტის სამიტიდან მეტი იმპულსი და დრო დასჭირდათ, რომ იმ მდგომარეობამდე მისულიყვნენ, განედევნათ ყველანაირი რუსული თავიანთი ტერიტორიებიდან. გვინდა ვიხილოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორ ავითარებს ურთიერთობას საქართველოსთან. არის პირდაპირი მექანიზმები, რაშიც ჩვენ მონაწილეობთ. მიხარია, რომ აქტიურად ვითარდება ორი ქვეყნის მოსახლეობა შორის კონტაქტები. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს 10%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად რუსეთის ფედერაციის ტურიზმა განაპირობა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება იმისთვის, რომ სანქციებს შეუერთდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალში განვაახლებთ პირდაპირ ფლენებს საქართველოსთან. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს იმდენი გამბედაობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას და იმოქმედონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე.